გამარჯობათ მეგობრებო, მე დღეს მინდა შემოგთავაზოთ საბრძოლო ვაზნების განხილვა. ეს ვაზნები ქვეყნების უმეტესობაში არის აკრძალული და ამერიკაშიც კი ამ ვაზნების შეძენა შენახვას ჭირდება სპეციალური ნებართვა. ეს ვაზნები მოდის აი ესეთ წყალგაუმტარ, ძალიან მაღალ ხარისხიან კუდში. შიგნით დევს 120 ცალი ტყვია, 62 გრენიანი, კალიბრი კი 5.56. ანუ AR-15-ის ტყვიები არის ამ კუდში მოთავსებული. მოკლედ ეხა ერთად გავხსნათ ეს ყუთი და ვნახოთ როგორ გამოიყურება ეს ტყვიები. არის გრილ ტიპი, აქვს მწვანე თავი, რომ მარტივად ხდებოდეს მისი იდენტიფიკაცია, რადგან დახურულ რეინჯებზე ამის როლა აკრძალულია, იმიტომ რომ ის ხვრიტავს ტყვის დამჭერ პანელებს, რომელიც არის კედლის ბოლოს განთავსებული. ეხა კი გავხსნათ ყუთი და ამოვიღოთ ჩვენი ტყვიები და ვნახოთ როგორ გამოიყურება. ისინი მოდის აი ესეთ ყუთებში, არის ჩალაგებული და აუ რა მაგარი რაღაცაა, შეხედეთ უბრალოდ. და არის მწვანე თავიანი ტყვიები. ეს ტყვიები ხვრიტავს ბრონირებულ ჟილეტებს, მანქანებს და ყველაფერს, რასაც უნდა ხვრიტავდეს ბრონირებული ტყვია. ეხა განახებთ, რითი განსხვავდება ჩვეულებრივი სტანდარტული 5.56 ტყვია და ბრონგამტარი 5.56 ტყვია. პირველ რიგში მას აქვს მწვანე თავი და ამ ტყვიასთან განსხვავებით შიგნით არის რკინის და არა უბრალოდ ტყვის. ეხა მე ამას გაჩვენებთ. ავიღოთ ერთი ჩვეულებრივი ტყვია აქედან და მე მაქვს მაგნიტი წამოღებული და როგორც ხედავთ, ეს ტყვია მაგნიტზე ეკრობა, ჩვეულებრივი ტყვია კი მაგნიტზე არ ეკრობა. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო ბრონგამტარი ტყვიების განხილვა და შემდეგი ვიდეოები იქნება ბევრად უფრო საინტერესო, მე ამას გპირდებით.